თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართული ოცნების ბანდის ლიდერები რასაც ამბობენ, რასაც აყრანტალებენ ხოლმე, წამოაყრანტალებენ ხოლმე, ეს შემთხვევითია და იმ წამს მოადგათ ენაზე და ენას კბილი ვერ დააჭირეს, ეს ვინმე, ვისაც ეს ჰგონია, რასაკვირველია ცდება. ქართული ოცნების ვერტიკალში ბიზინა ივანიშვილიდან დაწყებული ნებისმიერი რიგითი დეპუტატით დამთავრებული, დასრულებული, ყველას თავისი როლი და მისია და ფუნქცია აქვს. ყველამ ის უნდა თქვას, რაც სწორედ მან უნდა თქვას და არავინ სხვა. მაგალითად, deep state-ზე ლაპარაკის უფლება უკვე აღარ აქვს, ან ნაკლებად აქვს, შეზღუდულად აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სუსში უფრო ზუსტი რომ ვიყო, გადანაცვლებულ მამუკა მდინარაძეს. რამდენადაც ის აღმასრულებელ ხელისუფლებაშია და აი ესე რაღაც ინსინუაციების, მისთვის ჩვეული არასწორი იუმორის, ხო, ალბათ არასწორი იუმორის სწორი სიტყვა სიტყვებით ის არ უნდა იყოს გამორჩეული. მან ვითომ საქმიანად უნდა ისაუბროს, ვითომ საქმიანი მოსაზრებები, აი მის ფორმატში რაც ჯდება, იმგვარი მოსაზრებები უნდა გაგვიზიაროს, მაგრამ deep state-ზე ლაპარაკის უფლება შერჩა, ჯერაც დარჩა 2 ან 3 პირს უფრო ზუსტი რომ ვიყო, ეს არის რასაკვირველია ირაკლი კობახიძე, პრემიერად რო მუშაობს ის კაცი, ეს არის შალვა პაპუაშვილი, რომელსაც სხვა მისიაც აქვს და ეს არის კახა კალაძე. აი სხვები, მაგალითად ლადო კახაძე, პირობითად ლაპარაკობ, ხო? deep state-ზე არ უნდა ლაპარაკობდეს, ან ირაკლი ზარქუა უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ შედარებით იშვიათად. მე მინდა ავხსნა. ამათთან არის, ანუ ბანდასთან არის სოცქსელების კი არა, WhatsApp-ის ან სიგნალის ჯგუფები. ვიწრო ჯგუფი, რომელშიც არის 5-6 პირი. ბიზინას ვინმე მარჯვენა ხელი, რომელსაც არ ვიცნობთ, რომელიც მისი სახელით იწერება, აბას დუმრის უღრანებში აისიც გამაგრებული, უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვს თბილისთან. თავად ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, ვინმე არ გამომრჩეს, მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო, თუმცა ამ უკანასკნელში დარწმუნებული არა ვარ მას. ხშირადაც არ აგდებენ, ცოტა უფრო მძიმე სიტყვის თქმაც შემეძლო. არსებობს მეორე ჯგუფი, რომელშიც ბიზინა არ არის. იქ არიან ხსენებული პირები ბიზინას გარდა, ბიზინას და მისი მარჯვენა ხელის გარდა, მაგრამ შალვა პაპუაშვილიას დაემატა ირაკლი ზარქუა, რა ქვია იმას, ვინმე რაღაც დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიმე მინისტრი სხვა, არ ვიცი, სალია, ასე მაგალითად, წულუკიანიც მეორე ჯგუფში იქნება, შესაძლოა პირველშიც. და ასე შემდეგ. არსებობს მეოთხე ჯგუფი და ასე იქ ვრცელდება მესიჯები. ოღონდ მესიჯები, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვინმე PR-შიკების, აკაური PR-შიკების დაწერილი კი არ არის. ეს რომ იყოს, ამ აკაურ PR-შიკებს ქემაინც გაიგებდი, ვინ არის ამ PR-ის სამსახურის აუთსორსზე თუ ინოფის ყოფი სამსახურის უფროსი და რაღაცა პატარა ქვეყანაა და დაელაპარაკებოდი კი არა, დავით, ლევან, გიორგი, მაკა, ნათია თუ მაყვალა შენ რასაც გავიგერო ხელფასი იღებ, მაგრამ რასაც ავცელებ, ეს შენ მოგდის თავში? რასაკვირველია, შალვა პაპუაშვილი რასაც ამბობს, ხო, ეს შალვა პაპუა არა თუ PR-შიკს, არამედ შალვა პაპუაშვილსაც კი არ მოსდის თავში. პირველ ჯგუფში, მეორე ჯგუფში, მესამე არ ვიცი რამდენია, პირობითად 10 ჯგუფი, ხო? რაღაც საკრებულოების წევრებამდე დასული, სადაც უკვე შალვა პაპუაშვილიც არ არის და არც არავინ არ არის ცნობადი სახეებიდან. იქ განიხილება ყველა ამ ჯგუფში განიხილება მესიჯები დაწერილი მოსკოვში, დაწერილი კრემლში, დაწერილი FSB-ში, ლუბიანკაზე. და ეს წერილები, ეს მესიჯები იგზავნება საქართველოში, მე მგონი საერთოდაც უკვე თარგმნილი და მიდის შესაბამისად პირველ, მეორე, მესამე თუ მეოთხე ჯგუფის სპიკერებთან. ამიტომ თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას, ამას რო ამბობს ეს კახელი კაცი, ანუ შალვაია პაპუაშვილი, ეს რასაკვირველია მის ბოდიში სიტყვას რო ხმარობ, მაგრამ მის ჩალის წვინა, ჩალით გამოჭედილ წვინში
გონებაში ეს აზრი არ მომწიფებულა და არ წარმოთქმულა. ხო, წარმოითქვა მის მიერ, მაგრამ არ მომწიფებულა მის ჩალის ტვინა გონება ტვინში. ეს ყველაფერი რასაკვირველია მოიფიქრა პირობითი გვარით ივანოვმა, რომელიც მუშაობს მოსკოვში, რომელსაც შესაძლოა ხავს აქ თბილისში წარმომადგენლობა და ეს თბილისის წარმომადგენლობა არის როგორღაც მიტენილი, ეს იყო უნდა ვიხმარო, მიტენილი ბიზინა ივანიშვილთან აბას თუმანში იქნება თუ სადაც ბიზინა ივანიშვილის მარჯვენა ხელთან, ის წერს ამ მესიჯებს, შესაძლოა პირდაპირ ის ივანოვის წერს და უგზავნიან. ახლა მე ვკითხავ შალვაიარუს პაპუაშვილს. თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას. თბილისის ქუჩის ერთ-ერთი ომი, თუ მთავარი არა, იყო 91-92 წლებში განვითარებული მოვლენები. იცით ხო თქვენ, უკლებლივ ყველამ რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. 6 იანვარს პრეზიდენტმა გამსახურდია პუტჩისტების ქმედებათა გამო, იმის გამო რომ ისინი შეტევაზე, ეს უკანასკნელნი შეტევაზე იყვნენ გადასულები და დღე-დღეზე აიღებდნენ მთავრობის ადმინისტრაციას დღეს რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობა, სადაც იყო იმ შენობის ბუნკერში, სარდაფში იყო გამაგრებული ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები იყვნენ გამაგრებულნი. აი მე ვეკითხები ვინმეს, თქვენ გეკითხებით, შალვა-პაპუაშვილს აზრი არ აქვს რომ გკითხო. ბრიუსელი როგორ იდგა 91-92 წლების მოვლენების უკან. ვინმე მამიხსენით. მე აქამდე ესე ვიცოდი და ასეც არის, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა რუსეთი, რომელსაც უნდოდა რომ ზვიად გამსახურდიას როგორღაც მოეწერა ხელი ახალი სამეკავშირეო ხელშეკრულებისათვის, რომელიც სხვადასხვა დეკემბრის მიწურულს 22-ში, როცა დაიწყო ეს ომი, საბჭოთა კავშირი დაიშალა და იქვე გაფორმდა, იქვე დაიწყო ახალ სამეკავშირეო ხელშეკრულებაზე, დსთ-ზე საუბარი, გაფორმდა ის შეთანხმება, რაც გაფორმდა და ასე შემდეგ. სწორედ რუსეთი, აქაური ზაკვო, აქვე, ვაკე-საბურთალოზე, ზაკავკასკი ვაენნი ოკრუგ, ანუ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი რო იყო, ხო, სადაც რუსები იყვნენ გამაგრებულნი, სწორედ ამ ზაკავკასკი ვაენნი ოკრუგიდან მიეწოდებოდა იარაღი იკიტოვანს, უკვე შემდგომ საპატიმროდან გამოსულ ჯაბაიოსელიანს და თენგიზსიგუას და იმ ჯგუფებს, რომლების ბანდებს, კი ბატონო ასე ვიტყვი, რომლებმაც იარაღი დაუშინეს მთავრობის სასახლეს. მე ესე ვიცოდი, რომ რუსები იყვნენ ამ ისტორიის, ამ ყველაფრის უკან და ისტორიის გადაწერას ან როგორ ახერხებს, როგორ წამოსცდება ხოლმე ეს ხომ ყველამ ვიცით, შალვაია პაპუაშვილი. მე ასე ვიცოდი და ასეც არის, რომ ამ ომში ჩაერთო მათი მომხრე გოგა ხაინდრავა. მე კი არ ჩავრთულ ვარ. მათი მომხრე გოგა ხაინდრავა ჩაერთო ამ ომში და გოგა ხაინდრავას უკან იდგა ბრიუსელი ამის თქმა უნდა შალვა პაპუაშვილს. საერთოდ ანტიდასავლური რიტორიკის ხასუსოვა, ანტიდასავლური რიტორიკის მთავარი სპიკერი არის გაგიკვირდებათ და რატო გაგიკვირდებათ მეორე მხრივ სწორედაც რომ შალვა პაპუაშვილი. მას დავალება აქვს FSB-დან, რომ მან და მხოლოდ მან და უპირატესად მან ილაპარაკოს, გაახმიანოს ანტიდასავლური მესიჯები, რომ საზოგადოებას ჩაუნერგოს, რომ დასავლეთი ისეთივე მტერია საქართველოსი და უკვე შემდგომ ნაბიჯსაც დგამენ ესენი, შემდგომ ლეველზეც ადიან, შემდგომ სიმაღლეზეც, ანუ რომ დასავლეთი უფრო მეტი მტერია, ვიდრე რუსეთი იყო, არის, ან იქნება. რუსეთმა ჩვენი ოკუპაცია კი არ მოახდინა 1801 წელს. ჩვენ შევუერთდით რუსეთს ჩვენი ნებით. ამის თქმას ცდილობენ ქართული ოცნების ბანდის მესვეულები. 1921 წელს რომ არა დემოკრატიული რესპუბლიკის შეცდომები საბჭოთა რუსეთის სულაც არ შემოვიდოდა და არ გააუქმებდა დემოკრატიულ საქართველოს. ამის თქმა ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ ხვალზე პირობითად ცხადია, ამას იტყვიან. ჩვენ კარგად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, ამას პრინციპში უკვე ამბობენ. 91 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 34 წელია გასული, ჩვენი ყოფა გაუარესდა. ეს პრინციპში ნათქვამი აქვს ბიზინა ივანიშვილს, მას ნათქვამი აქვს, რომ საზღვრები რო გაიხსნაო, ამის შემდეგ დავიღუპეთო, იმიტომ რომ დავინახეთ, რაც ხდებოდა გარეთ. და ამგვარობები
იყო მახასიათებელი ქართული ოცნებისა, მაგრამ ახალი ბოლო პოლიტიკის თანახმად, ოღონდ ისე რომ ვერც ასახელებ, ვერც ასაბუთებენ, ბოლო საინფორმაციო ტვინის გამომრეცხავი პოლიტიკის თანახმად, ისინი გადაკიდებულნი არიან ევროპაზე, რომელიც შეიძულეს იმიტომ, რომ თითქოს და ევროპა ჩვენ გვავალდებულებდა ან გვიბიძგებდა ომში ჩართვისაკენ, რაც არის არსებითი ტყუილი. ეხლა მე ავხსნი, ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რატომ არის ეს არსებითი ტყუილი. სად რა მიმართულებით შეიძლებოდა გაეხსნა საქართველოს ფრონტი რუსეთისათვის, მაგალითად 2022 წლის მარტის დასაწყისიდან, ან რაღაც მარტის შუა რიცხვებიდან. რუსეთს ვლადიკავკაზს, ჩრდილოეთ ოსეთს, ხო, მახაჭყალას დაღესტანში ან გროზნოს, ხო, რა ქვია, ჩეჩნეთის დედაქალაქს ხომ ვერ დაარტყავდა. ანუ კავკასიურ ქედ გადაღმა ხო ვერ გადავიდოდით ჩვენი შეიარაღებული ძალები. ამას ვერ ბედავენ, ამის თქმაზე ენა ვერ უტრიალდებათ. ანუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ თუ ომში ჩავერთვებოდით რუსეთის წინააღმდეგ, ეს უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეგვექმნა პრობლემები რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის. საქართველოს ტერიტორიაზე ბარემ ვიტყვი, რუსეთს აქვს 5 სამხედრო ბაზა. ეს არის ცხინვალი, ეს არის ჯავა, რო ცხინვალის რეგიონში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ეს არის ოჩამჩირე, ეს არის სოხუმი და ეს არის გუდაუტა. აი 5. ეხა ალაგ-ალაგ ბიჭვინთაში თუ სხვა რომელიმე სოფელ ქალაქში მათი შეიარაღებული ძალები 20-ეულების თუ 100-ეულების დონეზე არიან წარმოდგენილნი, მაგრამ ესეთი ბაზირებულად არიან სწორედ ამ 5 ქალაქში დასახლებულ ცენტრში. როგორ უნდა გაეხსნა საქართველოს ომი, დანარჩენ საქართველოს ომი რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის, მაგალითად სოხუმის მიმართულებით. ან რომ გაეხსნა, ასე ვიტყვი, შეძლებდა თუ არა რუსეთის ფედერაცია 22 წელს, არა თუ 25 წელს, არამედ 22 წელს თავდაცვას. რა უნდა ეკნათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს? მე გეტყვით მთელი პასუხისგებლობით, რომ ამ 5 ბაზაზე და აგრეთვე გიუმრიში, და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის ობიექტური რეალობა, უკვე დღეის მდგომარეობით და მაშინაც არ იყო უკეთესი მდგომარეობა რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის, სულ მაქსიმუმ არის 5000 დეფიციტურე 6000 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც არიან სრულად მოუმზადებელი. ანუ თეორიულად რუსეთი ვერ გადმოჭიმავდა და ვერ დაახმარდა ამ 6000 სამხედრო მოსამსახურეს, თავისიანებს, თავის ოკუპანტებს, დამატებით ძალებს, იმიტომ რომ უკვე პირველივე თვეებიდან, აპრილიდან მას ძალიან უჭირდა უკრაინის ფრონტზე. ვერ გადმოჭიმავდა რუსეთი ფრონტის ხაზს საქართველოს ტერიტორიამდე. ანუ სახმელეთო ოპერაციაში ჩვენი შეიარაღებული ძალები, მე ვუდასტურებ პატივისცემას უკლებლივ ყველას, ვინც ახლაც არის შეიარაღებულ ძალებში, სახმელეთო ოპერაციას ჩვენ 100%-იანი მოვიგებდით, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ვწდები, ჩავთვალოთ რომ მე არასწორი წარმოდგენები მაქვს ბოდიში, ეს მიტრიალებულა, ჩავთვალოთ რომ მე არასწორი წარმოდგენები მაქვს, ჩავთვალოთ რომ ჩემთვის ინფორმაციის მომწოდებელნი არიან ცდარნი და თავად არასწორ ანალიზს აკეთებენ, არასწორი ინფორმაცია აქვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩავთვალოთ რომ საქართველო მარცხდებოდა. დასავლეთის რა ინტერესშია ვინმე მამიხსნას ამ ბანდიტებიდან, ვინმე მამიხსნას დასავლეთის ინტერესში, რატომ შეიძლება იყოს რუსეთისათვის ერთი ტერიტორიის დათმობა თუნდაც. მარცხი ერთ ტერიტორიაზე. მეორე ფრონტს თუ გავუხსნიდით, რაც წარმოუდგენელია და დაგვისაბუთონ და გვითხრან ვინ ავალდებულებდა მათ მეორე ფრონტის გახსნას, რომელი ელჩი, რომელი დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი, რომელი ქვეყნის ესა თუ ის ხელისუფალი და ასე შემდეგ. ვერ გვეუბნებიან, რომელი ჯონ სმიტი იყო ესეთი თავხედი და ესეთი პირდაპირი, მოდი ასე ვიტყვი. მაგრამ ვერ გვეუბნებიან, ბოდავენ, გვატყუებენ. ახლა ლოგიკას მივყვეთ. გაიხსნა მეორე ფრონტი თქვათ საქართველოსთან, თქვათ დახაბულდა ბიზინა ივანიშვილი ამ მეორე ფრონტის გახსნას. ხომ ბუნებრივია, რომ მათეური ლოგიკით საქართველოს დამარცხდებოდა. ხო და დასავლეთს რაში სჭირდება დამარცხებული ერთი ქვეყანა რუსეთთან დამარცხებული თუნდაც ერთი ქვეყანა. დამარცხება რომ დომებოდა დასავლეთს უკრაინისა, არც ერთ ავტომატს, არც ერთ ტყვიას
არც ერთ იარაღს მას არ მიაწვიდა უკვე 3.5 წლის განმავლობაში. დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინა გადარჩენილიყო და მათ შორის შეაიარაღა უკრაინა და ამით რუსეთს დაუდასტურა, რომ შენ ვერც დიდ ტერიტორიას, ამ შემთხვევაში შედარებით დიდ ტერიტორიას უკრაინას ვერ გადასაცლავ. ხო და უბრუნდები იმ კითხვას, საქართველოს მარცხი, საქართველოში რუსეთის გამაგრება, საქართველოში რუსეთის დამატებით შემოსვლა და ასე შემდეგ, რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა დასავლეთს, რამე ლოგიკა თუ არის ამ ბანდიტების, პაპუაშვილების და არა მხოლოდ პაპუაშვილების ლოგიკაში კი არა, რიტორიკაშია, სიტყვებში, მოსაზრებებში და ასე შემდეგ. არ არის ბატონებო. ესენი იგონებენ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ და უკლებრივ ყველას აქვს თავისი როლი, თავისი ფუნქცია, FSB-სგან დაწერილი FSB-ს მიერ დაწერილი მესიჯის გახმიანების ვალდებულება, რომ ესენი იგონებენ ტყუილს, რათა ჩვენ დაგვაშინონ ომით. და რატო გვეშინია ომის, რა საკვირველია უნდა გვეშინოდეს, მით უფრო რომ პოსტ-ომის ტრამვებით დატანჯული, ფსიქოლოგიურად გატეხილი საზოგადოება ვართ, მაგრამ რატომ გვეშინია ჩვენ ამის თქმა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ბოლი, ეს არის ტყუილი მხოლოდ იმიტომ, რომ ესენი ამ მეთოდით, ამ მეთოდოლოგიით, ამ მეთოდების გამოყენებით ძალაუფლებაში დარჩნენ და რატო უნდა დარჩნენ ძალაუფლებაში? მე გეტყვით, იმიტომ რომ აი ამ პირმა, შალვა პაპუაშვილმა ოფიციალურად რა თანხაცა აქვს, მე არაოფიციალურ შემოსავლებზე ბიზნესები აქვს, მის მეუღლეზე გადაფირმებული ბიზნესები აქვს, ოჯახის წევრებზე, ბიზნა ივანიშვილის ქართულსაგან ამდენს იღებს თუ იმდენს, სმენია განა არა, მაგრამ ახლა ხო ვერ დაგიმტკიცებთ. ოფიციალურად რაც არის, მას აქვს ხელფასი 16,000 ლარი. 16,000 ლარი არის, არ ვიცი, $7,000 პრაქტიკულად და 7,000 $6,000, ხო, $6,000 ნამდვილად არის და $6,000 პატარა ფული კი არ არის. ეს მაშინ როდესაც ანუ $6,000 შეგვიძლია პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება, მათ შორის საკრედიტო ხაზის გახსნა და საკრედიტო ხაზები თუ გახსნილი აქვს შალვა პაპუაშვილს, იმ კრედიტს მომსახურება უნდა და ის ხელისუფლებიდან არ წავა, იმიტომ რომ ამ საკრედიტო ხაზის მომსახურების შედეგად თუ გახსნის შედეგად, მან იყიდა ერთი ქონება, მეორე ქონება და ასე შემდეგ. ეს იმ შემთხვევაში თუ მას მხოლოდ ეგრეთ წოდებული სწორი ანუ ოფიციალური შემოსავლები აქვს და ღმერთმა უწყის ქართულთან საბოლოო ჯამში, რომ სმენია და რომ არ ვახმიანებ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ არის რა თანხები ერიცხება, ეს ოდესმე იქნება გარკვეული, ესენი ძალაუფლებას არტმობენ, იმიტომაც რომ მეტი და მეტი აქაური მიწიერი ყოფითი სარგებელი მიიღონ, გამოგსუდნენ, ამოიყორონ, მოდი ასე ვიტყვი და საქართველოს მართონ მარად, ვიდრე შეუძლიათ ან ვიდრე უნდათ რომ მართონ, ასე ვიტყვი. და დანარჩენი ყველაფერი ემსახურება თუ მორგებულია სწორედ ამ ძირითად მათეულ უპრინციპო პრინციპს. ისინი დასავლეთს აგინებენ, იმიტომ რომ საზოგადოებას გამოურეცხონ ტვინი და საზოგადოება ტვინ გამორეცხილი იყოს მათი მომხრე. ტვინ გამორეცხილ და არაკაცთა არამზადათა ქვეყანას აკეთებს აქ ჩვენგან რუსეთი, ეს რომ ვიცოდეთ და ესენი უბრალოდ ამ ყველაფერს ემსახურებიან. ვერ შედგებოდა ჩვენთან, ფიზიკურადაც ვერ შედგებოდა მეორე ფრონტი, ვერ გაიხსნებოდა ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენ თუ მარცხდებოდით, ჩვენი დამარცხება დასავლეთისთვის იყო მიუღებელი. მაშინ 2008-ში დაგვამარცხებდნენ, ხო? მაშინ 2008-ში არ დაგვიჭერდნენ მხარს, ხო? მაშინ რუსეთს არ შეაჩერებდნენ 2008-ში თუ ჩვენი დამარცხება როგორც ასეთი უნდათ, მაგრამ ამ ორ წინადადებას, ორ საჭადრაკო სვლას, ორ ლოგიკურ აზრს სამწუხაროდ არ ანვითარებს არც შალვა პაპუაშვილი რუსი და არც ანვითარებინებს საზოგადოებას, რომელიც ბრმად მას მიხვდება. საქართველოს ომი არ სჭირდება იმისთვის, რომ დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, საქართველოს სჭირდება მხოლოდ ნორმალური ხელისუფლება, რომელიც შესაძლებლობის ამ ფანჯარას ოსტატურად გამოიყენებს და ამათ არც ომით და არც ომის გარეშე აფხაზეთის ცხინვალის რეგიონის შემოერთების არანაირი სტრატეგია არ აქვს. გარდა ერთისა, მიეტენონ რუსეთს, მერე რუსეთმა წყალობა გაიღოს და არც გაიღებს ამ წყალობას, გამოაცხადონ ნეიტრალიტეტი, გამოაცხადონ კონფედერაცია, უარი თქვან ნატოს-ში გაწევრიანებაზე, დააკანონონ აქ რუსეთის ჯარი და მერე დაელოდონ წლების განმავლობაში, როდის იქნება რუსეთი მოწყალე, არც იქნება
პუტინის იქნება ეს რუსეთი, ივანოვის, პეტროვის თუ ასე შემდეგ, არავის მიმართ არ იქნება მოწყალე, სურო პირდაპირ მნიშვნელობით გადახტეს ჩალვა პაპუაშვილი ცხადია კალაძესთან ერთად და ჩაუგორდეს არა ივანოვას, არამედ პეტროვ დავაბოლო პეტროვს. ნახვამდის.